ხვალ გაირკვევა, ვინ იქნება საქართველოს ახალი პატრიარქი. სულ 3 კანდიდატია: მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი. გაფართოებული სხდომა სამების საკათედრო ტაძარში უნდა შედგეს. მარიკა ბოლქვაძე აშუქებს ამ თემას, ისახლა ფორმულას ეთერს უერთდება. მარიკა, გისმენთ. დიახ, გიორგი, ხვალ დღის პირველი საათიდან სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრები, ეპისკოპოსები, სხვა სასულიერო პირები შეიკრიბებიან. ეს რიგით მე-14 გაფართოებული საეკლესიო კრებაა, მას შემდეგ რაც ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა და ხვალ ამ გაფართოებულ კრებაზე საქართველოს რიგით 152 კათალიკოს პატრიარქი უნდა აირჩიონ. ვიდრე გადავალთ ხვალინდელი დღის მოლოდინებსა, შეფასებებზე თუ განვითარებულ პროცესებზე, მანამდე სინოდის სხდომის ბოლო შედეგებს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ. სინოდის სხდომის შედეგად პატრიარქის ტახტის თანამოსაყდრე შიომ მღვდელმთავრების 20 ხმა მოიპოვა, რაც შეეხება მიტროპოლიტ იობსა და გრიგოლს, მათ მღვდელმთავრებისგან 7 ხმა მოიპოვეს. რაც შეეხება ხვალ განვითარებულ მოვლენებს, პროცესია, როგორც გითხარით, დღის პირველი საათიდან დაიწყება. თავად მღვდელმთავრები, მიტროპოლიტები ისარგებლებენ ხვალ სავარაუდოდ სიტყვით, მათ შესახებ ბიოგრაფიული ცნობების გაჟღერდება ამ საეკლესიო კრებაზე. ამასთან ერთად ის მიტროპოლიტები, რომლებსაც აქამდე საეკლესიო პირებისთვის თავიანთი ხედვა მომავალთან დაკავშირებით არ გაუზიარებია, ამას ხვალ გააკეთებენ. ამასთან ერთად, რაც დაზუსტებით ვიცით, სიტყვის უფლებით ისარგებლებს აგრეთვე კანდიდატების ეპარქიებიდან თითო დელეგატი. რაც შეეხება მოლოდინებს, ჩვენ თეოლოგებს ვკითხეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მოხდეს. ხვალ ეს ძალიან დიდი გაფართოებული კრება, უმნიშვნელოვანესი თარიღია ქართულ საეკლესიო ისტორიაში. დაახლოებით 2000-მდე სასულიერო პირი დაესწრება ამ გაფართოებულ კრებას და აფიქსირებენ ისინი საკუთარ პოზიციას. თეოლოგები ამბობენ, რომ შეიძლება იყოს ორი უკიდურესობა, რომ იმ შემთხვევაში თუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქობის კანდიდატი უკვე წინასწარ არის გადაწყვეტილი, ეს ხდომა იქნება ძალიან ჩუმი და მალე დასრულდება. სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს ძალიან ხმაურიანი. ამასთან ერთად თეოლოგები ვარაუდობენ იმასაც, რომ შესაძლოა ხვალ რომელიმე კანდიდატმა, რომელიმე სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურაც ჩახსნას. მე არ მაქვს ახლა ძალიან იმისი მოლოდინი, რომ იმ მეუფეებიდან, რომლებმაც ვთქვათ, აი ეს 20 ხმა მისცეს მეუფე შიოს, რომელიმე ფუნდამენტალურად შეიცვლის აზრს, ან საბოლოო შედეგზე ეს რაიმე სახით გარკვეულ გავლენას მოახდენს. ნახოთ რა ტაქტიკას აირჩევენ ამ შემთხვევაში სინოდის წევრები, თუმცა სინოდის წევრების ტაქტიკა აქ მეორეხარისხოვანია. მე ვფიქრობ, რომ მთლიანად ამ პროცესს მართავენ გარე ძალები, რეალურად საპატრიარქოს გარე ძალები და საპატრიარქოს იმიტომ ვახსენებ, რომ ის უზრუნველყოფს როგორც ეკლესიის ადმინისტრაცია მთლიანობაში აი ამ გაფართოებული სხდომის ჩატარებასაც და ისინი მნიშვნელოვან კონსულტაციებს იღებენ ჩემი ინფორმაციით, არა მხოლოდ ვთქვათ იქ ქართული ოცნების შესაბამისად გამოყოფილი კონკრეტული პირების, არამედ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებისგანაც არსებობს გარკვეული ჰედლაინები, რის საფუძველზეც უნდა იმოქმედონ. ეს უნდა იყოს როგორც იტყვიან კვირცხლად ჩატარებული სინოდის ხდომა, სადაც ზედმეტი აზრის გამოთქმის უფლება არ მიეცემა არავის. კი, შეიძლება თეორიულად განვიხილოთ ისიც, რომ ერთ-ერთმა კანდიდატმა შეიძლება მოხსნას საკუთარი კანდიდატურა ამა თუ იმ სხვა კანდიდატის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ვთქვათ მიტროპოლიტ გრიგოლისა და მიტროპოლიტ იობის ორივე თუ კანდიდატი იქნება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოსაყდრე ბევრად მარტივად გაიმარჯვებს. თუმცა თითოეული მათგანი თუ მოხსნის კანდიდატურად, რომლის სასარგებლოდ, ასე რა თქმა უნდა მყარად და მარტივად თქმა შეუძლებელია, გარდა იმისა, რომ შეიძლება ის იყოს ასე ვთქვათ საჯაროდ განცხადებული ერთი მიმართულება და რეალურად გადაწყვეტილება ვიღაცის სასარგებლოდ მიღებული მეორე მიმართულება. მაინც ჯერი არის მღვდელმთავრებზე შეინარჩუნებენ თუ არა ეკლესიის ავტონომიურ ძალაუფლებას და მას შორის საკუთარსაც, იმიტომ რომ მას შემდეგ თუ კი საეკლესიო ძალაუფლება გახდა არა ავტონომიური, როგორც აქამდე იყო, არამედ დაქვემდებარებული მართლ ტოტალიტარულ სისტემასთან, ამ შემთხვევაში ბუნებრივია თითოეული ეპისკოპოსის ავტონომიურ ძალაუფლებას საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნება.
დიახ, როგორც მოისმინეთ, თეოლოგების შეფასება ასეთია, ხვალ გადაწყდება შეინარჩუნებს თუ არა ქართული ავტოკეფალია დამოუკიდებლობას, რაც შეეხება შემდეგ პროცესებს, პატრიარქის გამორჩევის მთელი ეს პროცედურები 17 მაისამდე უნდა დასრულდეს, რადგან მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით პატრიარქის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. 17 მაისი კი პატრიარქის გარდაცვალებიდან ზუსტად 2 თვის თარიღია, რაც შეეხება ინტრონიზაციის პროცესიას, პატრიარქის აღსაყდრების, ანუ ინტრონიზაციის პროცესია, რაც დაზუსტებით ვიცით, ხვეტიცხოვლის ტაძარში უნდა გაიმართოს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რაც მეტად სავარაუდოა არის ის, რომ შესაძლოა 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს შეიძლება გაიმართოს ეს პროცესია. მადლობა, ეს მარიკა ბოლქვაძე იყო ჩვენს ეთერში.